ხშირად მოსულან ადამიანები და უთქვამთ, რომ იმდენი ცუდი რამე მაქვს გაკეთებული, ეხლა რა მეშველება, რა გზას ვეწიო, რაღა მნიშვნელობა აქვს რა გავს გაკეთებული იმ გაუცნობიერებელი მდგომარეობით, რაშიც იყავი. რა მნიშვნელობა აქვს უკვე? გააცნობიერე შენი შეცდომა, მოინანიე, მაგრამ მაინც ხელავ ხოლმე იმ დანაშაულზე, იმ შეცდომებზე, გამუდმებით ღუზასავით გადევს და შენც აგძელებ ამ ღუზის თრევას. ღმერთს რა უნდა? უფალს ესმის, რომ ადამიანს არ აქვს საკმარისი გაცნობიერება, რაც გააკეთა, ნახევრად ბრმად გააკეთა. ყველაფერი ესმის უფალს, რატომ გააკეთე შენ, მაგრამ უფალს რა უნდა პასუხად შენგან? მონანიება, ხო? მაგრამ მონანიებაზე მთავრდება მონანიება? არა, მონანიება მონანიებით იწყება. მონანიებაზე ნაშრომი მიდევს, გაეცანი, მასწავლე მონანიების შემდეგ იწყება თუ რა უნდა გააკეთო შემდეგ. დღეს რა ხდება? ადამიანი მოინანიებს და განაგზობს თავის ყოფაცხოვრებით ჩვეულ მდგომარეობას. ეს არ არის სწორი. მონანიებაზე არ მთავრდება შენი მონანიება და არც გვემით არ იწყება შენი მონანიება. რომ რა გავაკეთე ეს, რატომ გავაკეთე ის და ასე შემდეგ. მონანიების შემდეგ უნდა დაიწყო ღმერთისკენ სვლა. ეს არის მონანიება. მონანიება არის გაცნობიერება თუ რა გააკეთე, უფალთან რომ მოინანიებ ამ ცოდვას და ეტყვი უფალო შევცდი, რომ აღარასოდეს აღარ იძამ ამას და რომ იწყებ უფლისკენ სვლას. რატომ? იმიტომ რომ შენ ის ცოდვა იმიტომ ჩაიდინე რომ უფლისგან იყავი შორს. ეს წახნაგებია მონანიება და არა ის რომ მოინანიე და გვემაში ხარ მთელი ცხოვრება უიეს რატო გავაკეთე, უიეს რატო გავაკეთე. არა. რატო გააკეთე ეს და ცრემლის ღრა და ისევ იმ მომიტევე და ფეკალიაში ყოფნა კი არა. არამედ გაცნობიერება გიმეორებ რა გააკეთე და როგორ გააკეთე და ბნელმა როგორ მოგიგვარა. გამოსწორება ქმედებით იმ ბოროტევის რაც გააკეთე, სასიკეთო ქმედებით. რა გააკეთე? აღარ იფიქრო მაგაზე, ეს პასუხისმგებლობაც უნდა აიღო და ღმერთისკენ სვლა უნდა დაიწყო. ის კი არა რომ ისევ იმ მდგომარეობაში იყო, რაშიც იყავი. შენ იმიტომ გააკეთე ბოროტება რომ ღმერთს მოშორდი. შენ ინანიებ ჭეშმარიტად ბოლოს უკვე ყველაფერს რომ გაივლი ღმერთთან სვლით, მიახლოებით. და ღმერთს როგორ მიუახლოვდე? ლოცვებით, კეთილშობილური ქმედებებით, ყველაფერი იმით, რასაც გამთლიანებაში გასწავლე. ღმერთს უნდა მიუახლოვდე შენი შინაგანი ქმედებით, გარეგანი ქმედებით. გარეგანი ქმედება გასაგებია. შინაგანი ქმედება რა არის? შინაგანი ქმედება გულისხმობს იმას, რომ შენში არ მოქმედებ ბოროტში. შიგნით არ გაქვს ბოროტი ფიქრები, არ აწვალებ შენს თავს ნეგატიური ფიქრებით. არ იძახი ცუდ სიტყვებს, შიგნით გაქვს სისუფთავე. არა მარტო გარეთ, არამედ შიგნით შენში გაქვს სისუფთავე. შენთვის და ღმერთისთვის. არის ორი ფორმა. შენში როგორ გამოხატავ ღმერთს და სხვასთან როგორ გამოხატავ ღმერთს. ეს ორი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. შენ შეიძლება სხვასთან გამოხატავდე ღმერთს, 7 ტონი კონდეს, ეს, მაგრამ შენში ღმერთს გამოხატავდე ცუდად. იყო სტრესებში, იყო ცუდ აზრებში, ფიქრობდე რაღაცებზე ნეგატივს. შენ თავს შიგნით ექცევი ცუდად. ეს არ არის კარგი. შენი შინაგანი მდგომარეობა და გარეგანი მდგომარეობა თანაბარი უნდა იყოს ღვთიურობაში. შენ, როგორც კი ცოდვაში შეხვალ, ყისიერად უნდა შეწყვიტო ამ ცოდვაზე ნერვიულობა. მოდი ესე გეტყვი. საქმეს უნდა მიხედო. გესმის? საქმეს. სტრესი არის ადვილი. შენ ის მაინც უნდა გააკეთო, რომ შენს თავში მოაკეტინო ბნელს და არ განერვიულოს მაგაზე და მიხედო უნდა საქმეს. მაგალითად, თუ მრისხანების პრობლემა გაქვს და მრისხანება გამოხატე ადამიანის მიმართ, ვის მიმართაც არ გინდოდა. შენ ახლა რას აკეთებ? იწყებ ღელვას და ой, მე რატო ვქენი ეს? კი ძალიან ადვილია მაგის გაკეთება. რატო ვქენი ეს? აბა გააჩერე, რატო ვქენი ეს? პასუხისმგებლობა აიღე და ჩაწერე ტელეფონში ან სადმე რომ მრისხანების მარხვა გაქვს დასაცავი და დაიწყე მრისხანების მარხვის დაცვა. მიხვდი რა უნდა ქნა? კი არ უნდა იგვემო და ამაში კი არ უნდა იყო. პასუხისმგებლობა უნდა აიღო, გააჩერო, გვემა, ისდაც უკვე ჩაიდინე. არ გჭირდება დამატება. და მიხედო საქმეს. დაიცვა მრისხანების მარხვა, დაიცვა მრუშობის მარხვა, დაიცვა ის მარხვა, რაშიც ჩაიჭერი. ღმერთი ამას როგორ უყურებს? იცი, გავიგე შვილო რომ შეცდომა დაუშვი, სტრესი დაგემართა, მაგრამ გეყოფა ეს გვემა. საქმეს მიხედე შვილო, საქმეს მიხედე. გავიგე რომ შეცდი, მაგრამ ეს ტირილი გვემა, ვაიბე რა გავაკეთე, რატო გავაკეთე, არ მინდოდა ეს. გავიგე რომ მოინანიე, მაგრამ თქო უნდა დამთავრდეს ტირილი გვემა. ამას ხომ თავისი დრო აქვს, ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს. მაგალითად, გვემა
გვემას აქვს თავისი პატარა პერიოდი. ძალიან პატარა პერიოდი რომ გააცნობიერო. გაცნობიერებას ძალიან პატარა პერიოდი. იმას ძალიან პატარა პერიოდი და დიდი პერიოდი აქვს და მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს საპირწონედ რას აკეთებ შენ. იცავ თუ არა იმის მარხვას რაშიც შეცდი და შენ იმის ნაცვლად რომ დაიცვა მარხვამ რისხანება, ბოროტება თუ სხვა რამ რაც ჩაიდინე, გვემაში ხარ და გვემა ძალას გაცლის. სატანის ენერგია. შენი აზრით სატანა ცოდვას რატომ გაკეთებინებს? აი დაფიქრდი, ცოდვას რისთვის გაკეთებინებს? რომ ცოდვა ჩაიდინო და მაგ დამთავრდეს ყველაფერი? ვერ ხვდები? სატანა ბნელი შენ ცოდვას იმიტომ გადენინებს, რომ მერე ამოგწუროს ენერგია. ამ ყველა სტრესებით და ნერვიულობით რომ საქმე არ გააკეთო. გააცნობიერ ეხლა რამხელა ფუნდამენტს გეუბნები. ბნელი შენ ცოდვაში იმიტომ გაგდებს, რომ შემდეგ დაგსტრესოს და სირცხვილის ცნობა გაგიჩინოს, შენ ეს გატოქენი, უბადრუკი ხარ, ეს ხარ, ის ხარ და თვეები რომ გაწამოს ამით. თორემ ის ერთი ცოდვა არაფერია. შენ გგონია მაგალითად ვიღაცას შეუყვირე, ან ვიღაცას შეაგინე, ან ვიღაცას რაღაც ბოროტება გაუკეთე და ეს ცოდვა ჩაიდინე გგონია. გგონია რომ ეს არის მთავარი ბნელის ცოდვა. არა. შენ თავარი ბნელის ცოდვას შემდეგ ჩადიხარ და სატანა თავარ ენერგიას შენგან იმ ცოდვით კი არ იღებს, არამედ შემდეგ რა ტანჯვებსაც გადიხარ და ამას უშვებს შენში, აქედან იღებს შენგან ენერგიას, სიცოცხლეს. ნახე, რაღაც გაგაკეთებინა 10 ქულის ცოდვა და შენ ამ 10 ქულის ცოდვაზე იჯავრე 200 ქულის და 1000 ქულის ცოდვა. ის ცოდვა შენ რომ დესტრუქციაში ხარ, სტრესში ხარ, ვაიბე რატომ ქენი გვემაში ხარ, ანუ ღმერთს არ მიმართავ, ლოცვებში კი არ გადადიხარ. გვემაში გადადიხარ, სატანაზე ილოცები. ამიტომ გააცნობიერე, ბნელი როცა მოდის და ცოდვაში გაგდებს, მას არ აქვს გათვლილი იმაზე, რომ ეს კონკრეტული 10 ქულის ენერგია წაგართვას. არამედ ამ 10 ქულის ცოდვით ცდილობს ჩაგაგდოს გვემაში, რომ შემდეგ 200, 1000, 2000, 3000 ქულის ენერგია წაგართვას. ამიტომ შენ როგორც კი ცოდვაში ჩაყოფ ფეხს, მაშინვე გააცნობიერე, ლოცვებში გადადი, საპირწონე საქმეები გააკეთე და ღმერთთან სიარული დაიწყე და შეწყვიტე გვემა. არ მიცე საშუალება გვემას ვიღაც გამოვა და იტყვის რომ ესე იგი არ მოვინანიო, არ მოინანიო კი არა, გიხსნი. ბნელი შენში რესურსს რომ დებს, როგორც ბიზნესმენი დებს რაღაცაში რესურსს, რაღაც ცოდვას რომ გადენინებს 10 ქულის, იმ 10 ქულის ცოდვას კი არ იღებს. მას შემდეგ შენ რაც სტრესებში და ნეგატივში იქნები, იქედან იღებს ენერგიას შენგან. მაგ ცოდვაში გაგდებს, გვემის ცოდვაში გაგდებს. გვემის ცოდვა არის ყველაზე ძიმე ცოდვა, გააცნობიერე რას გიხსნი. შენ რაღაც ცოდვა ჩაიდინე 10 ქულის და 1000 ქულის გვემის ცოდვა ჩაიდინე და უფალს ეუნევე, უფალო მომიტევე 10 ქულის ცოდვა რაც ჩავიდინე და 1000 ქულის ცოდვა დააგროვე ამ 10 ქულის ცოდვიდან. და ღმერთი გიყურებს და გეუბნება რომ შვილო, შენ 10 ქულა ცოდვის მოტევებაზე მელაპარაკები და ამ 10 ქულის ცოდვიდან 1000 ქულის გვემის ცოდვა დააგროვე და დაფიქრდი შვილო, აბა ეს არის ხალხო უდიდესი საიდუმლო. მე თქვენ გიმხელთ უდიდეს საიდუმლოებებს, გააცნობიერეთ რას გეუბნებით. ამას თქვენ ვერავინ ვერ გელაპარაკებათ. გესმით რას გიხსნით? ეს არის ფუნდამენტი სამყაროს მექანიკის, ბნელების მექანიკის. ამიტომ როცა ცოდვას ჩაიდენ, იგვემე რამდენიმე წუთი ან რაც სჭირდება იმას და ბოთოკე შენი თავი, აი ხელში მოკიდე ხელი და მოაკეტინე შენ თავს, გააჩერე, ლოცვები დაიწყე იმ ცოდვის მარხვა, რაც ჩაიდინე, მარხვა, ხო, თავი შეკავება და ღმერთთან დაახლოება დაიწყე. ეს არის ჭეშმარიტი ღვთიურობა. და რა იც რომ შენ გვემებში ხარ და 10 ქულის ცოდვიდან გარდაქმენი გვემებით 1000 და 2000 ქულის ცოდვა და მაგაზე ღმერთს კი არ თქო მომიტევეო და მიუტევებელი გაქვს ეგ ცოდვები. და ამ სიმძიმით ვერ მიდიხარ ღმერთთან. შენ ღმერთთან რომ მიყვიდე, შვიდში და ბალანსში და ლოცვებში და სიყვარულში უნდა იყო. მით უმეტეს თუ გინდა რომ მოინანიო, რომ განწმინდო ის ცოდვები და შენ ღმერთთან კი არა, სატანასთან მიდიხარ და ეს გათვლაა დღეს. დღეს ვერავინ ვერ გასწავლის შენ. აი მაგიტომ არის რომ ადამიანების უმრავლესობა დღეს არის ძალიან მძიმე. რელიგია, ტაძარი, მოძღვარი ვერ ასწავლის. გვემა რა თქმა უნდა გარეკლამებულია ისე რომ გვემა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. რას ლაპარაკობ? გვემა კი არ არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, მოძღვარო. სირთულეების გადალახვაა ჩვენი ღვთიური ცხოვრების ნაწილი. და მე მგონი თქვენ ეს კარგად ვერ გააცნობიერეთ. ან ვერ აგებინებთ ამ ადამიანებს გასაგებენაზე. გვემა და ტირილი და ბნელში ყოფნა კი არ არის ღმერთთან მიახლოვება, არამედ გვემა როცა მოდის, გვემის გაჩერება და ღვთიურობაში ყოფნა ძალა.
ამის ხარჯზე იზრდები და ეს არასწორი გაცნობიერებები არის რელიგიაში მოძღვრებთან და ყველასთან. მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ ბნელის გარეშეო ვერ გავიზრდებიო. ყველა ფაქტობრივად ესე ფიქრობს. ბნელის გარეშე ვერ იზრდები კი არა. ბნელი მოდის და ცდილობს გშთან თქოს და ღმერთი გეხმარება რომ ეს არ მოხდეს. კივილს გიყუჩებს და შენის კი არ უნდა თქვა რომ ბნელის გარეშე ვერ გავიზრდები. შენის უნდა თქვა რომ ღმერთის გარეშე ვერ დავამარცხებ ბნელს და ვერ გავიზრდები. მაგრამ არა, დღეს ყველგან არის პროგრამა გვემის გარეშე ვერ გაიზრდები. როდის იყო გვემით ვინმე გაზრდილიყო? აი, მაინტერესებს საერთოდ. ღმერთის გარეშე ვერ გაიზრდები. ღმერთი გეხმარება იმ წინაღობის გადალახვაში. ამიტომ ღმერთთან ვერ მიხვალ შენ გვემით. შენ გვემით უახლოვდები სატანას. შვიდით იმით ყველაფრით რაც აგიხსენი, უახლოვდები ღმერთს. გვემა გამძიმებს და უკან მიგათრევს სატანისკენ და ის რაც აგიხსენი, მას პირდაპირ ღმერთთან მიყავ ხარ. მაგრამ დღეს რა ხდება? რაღაც ცოდვა ჩაიდინე და უფალს უთხარი, უფალო მომიტევე ეს ცოდვანი. არაფერს რომ არ აკეთებ და მოქმედებებს და იმ ყველაფერს რომ არ აკეთებ, რაც ვთქვი, ხომ გასაგებია, მაგრამ მაინც. მოგიტევა უფალმა ცოდვები. ამოგიყვანა სოროდან. ორმოდან კი არა, სოროდან ამოგიყვანა. და ბნელმა შეგახსენა ის ცოდვა და გიტრიალებს თავში ეს ცოდვა და შენ ისევ იმ სოროში მიძრები. ჩაგაგდო ისევ ამ სოროში და ჩაყავხარ და ღმერთს შორდები. და მე უკვე ღმერთს ვეღარ ამოყავხარ იმ სოროდან, რატო იცი? შენ სთხოვე უფალს იმ კონკრეტულ 10 ქულის ცოდვაზე, მაგრამ ის 100 ქულა და 1000 ქულა ცოდვა გვემის რაც დააგროვე, მაგის მოტევებაზე არ თხოვ და თავისით უფალი არ მოვა და არ გეტყვის. შენ ეს გაგმოსატოვებელი და ყურში არ მოკიდებს ხელს და არ წაგიყვანს. ამიტომ ღმერთს ისიც უნდა სთხოვო, რომ უფალო მომიტევე ის გვემები, რისი დაშვებაც მივეცი ბნელს ჩემში. ამის მოტევებაც უნდა სთხოვო უფალს, რომ ამოგიყვანოს შემდეგ სოროდან. მოდი ესე გეტყვი. ღმერთს კონკრეტულად თუ არ სთხოვ, რაშიც საჭიროა, ღმერთი იმის იქეთ არ გააკეთებს. რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება იმის გაკეთება, რაც შენ არ გითხოვია მისთვის. ღვთიური თავისუფალინება ეს. ხშირად ისმის ფრაზა ასევე უფალმა იქნებ მაპატიოს. მაპატიე გთხოვ უფალო. ტექნიკურად რომ შევხედოთ, უფალი გპატიობს. თუ შენი მისვლა უფალთან გპატიობს. კარგად გააცნობიერე რას გეუბნები. უფალი გპატიობს. თუ შენ პატიობს შენ თავს იმით რომ უფალთან მიდიხარ. ესე იგი, უფალი კი არ წყვეტს. შენ გაპატიოს თუ არა, რადგან უფალი გამუდმებით ცდილობს შენ ყველაფერი გაპატიოს. უფალმა შენ უკვე ყველაფერი გაპატია. გესმის? შენ არ აკეთებ ამას, ამიტომ შენ წყვეტ გაპატიოს თუ არა უფალმა, ტექნიკურად რომ აგიხსნა. როცა უფალთან მიდიხარ, ან არ მიდიხარ. შენ გპატიობს შენივე ღმერთისკენ მოძრაობა. გააცნობიერე ეს. უფალი შენ ყველაფერს გპატიობს. თუ ღმერთისკენ მოძრაობ. ამიტომ ღმერთს ნუ გადააბარე პასუხისმგებლობას რომ გაპატიოს. შენზეა ეს პასუხისმგებლობა დაკისრებული. გესმის? შენზე, შენს მოქმედებაზე. ღმერთისკენ ივლი თუ არ ივლი. ამიტომ თუ რამე ვერ გაპატია უფალმა, იმიტომ კი არა რომ არ უნდა, არამედ შენ არ გააკეთე ეს. შენ მარტო უფალი ვერ პატიობს. ტექნიკურად ვერ აკეთებს ამას. შენი ნებიდან გამომდინარე. ამიტომ შენ და უფალმა უნდა გააკეთოთ ეს ერთად. და საერთოდ ყველაფერი რაც უნდა გააკეთო, შენ და უფალმა უნდა გააკეთოთ ერთად ღვთიურობაში. ერთად, ცალკე არა, ერთად. შენ თავს როგორ უნდა აპატიო, როგორ უნდა მოინანიო ეს ცოდვა, უფლის მიმართულებით უნდა იარო და უფალთან რომ მიდიხარ, ამით გაპატიებს. გესმის? უფალთან რომ მიდიხარ, ეს არის პატიება. მაგრამ შენ რომ ითხოვ რომ უფალო მაპატიე და არ მიდიხარ უფალთან, ვერ გაპატიებს. შენ არ აკეთებ ამას. მარტივად გეტყვი, მაგალითად ვრისხანება ჩავიდინე. უფალს ვეუბნები, უფალო მომიტევე ცოდვები გთხოვ. მომიტევა, მაგრამ თუ არ დავიწყე ვრისხანების და ამ ყველაფრის მარხვა, მუშაობა ამაზე, რანაირად მივდივარ მე უფალთან? ვერ მივდივარ და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ მპატიობს. ამაშია საქმე. შენ და უფალი ერთად თუ არ აკეთებთ ამას, აზრი არ აქვს. შენი მაპატიე მარტო ფურცელზე და სიტყვაზე კი არ უნდა ეწეროს. შენი მაპატიე უნდა მტკიცდებოდეს მოქმედებაში, მარხვაში, იმის რაც ოდვაც ჩაიდინე. ეს უნდა განამტკიცო მოქმედებით. შენი მაპატიე უნდა განმტკიცდეს მოქმედებაში და მოქმედებაში რომ განმტკიცდეს, ღმერთთან უნდა მიხვიდე ახლოს და ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც აგიხსენი. მარტივ მექანიკას აგიხსნი ეხლა და ყველა წახნაგში ესე ვლინდება ღმერთი შენთან მიმართებაში. მაგალითად დავიღოთ მამა-შვილის ურთიერთობა. შვილს სჭირდება თანხა. მამას უსაზღრო თანხა აქვს, ენერგია. თქვათ ენერგია გჭირდება ძალიან. იგივე ფინანსებთან შეგიძლია გააკეთო ანალოგია. ენერგია გჭირდება ძალიან. გადარჩე, გამოძვრე სირთულიდან, ენერგია გჭირდება. და მამას
აქვს უსაზღვრო ენერგია. მამა კრიზისი მაქვს და ფინანსები მჭირდება, ენერგია მჭირდება, დამეხმარე. და მამა გეუბნება, ამა და ამ ადგილზე მიდი და მოგეცემა. ეს გააკეთე და მოგეცემა. შენ ეუბნები შენი მიწიერი არაცნობიერით. მამა სხვა ვერ მომიტანს იმ ენერგიას, ან შენ ვერ მომიტან იმ ენერგიას, მამა გეუბნება, არა შვილო, შენ უნდა მიხვიდე და აიღე. მიდი იქ არის, უბრალოდ მიდი და აიღე. მე შევქმენი ეს რესურსი, დაგიდე იქ. შენ უბრალოდ უნდა მიხვიდე და აიღო. ესეც წესია, მიდი და აიღე. შვილო, ხომ შეგიძლია სიარული? კი, მამა, შემიძლია. მაშინ მიდი და აიღე, იქდევს. მაგრამ ადამიანი იქაც კი ვერ მიდის და ვერ იღებს. ამაშია საქმე, არ იღებს. უფრო სწორედ, ადამიანს არ ასწავლეს ეს, რომ მან უნდა აიღოს ეს. ასწავლეს, რომ სხვამ უნდა მიუტანოს. დღეს ჩვენ გვასწავლიან, რომ ღმერთმა უნდა მოგიტანოს. შენ უბრალოდ უნდა თქვა, მამა მომეცი. მიხვდი? ამის გამო ხარ გამოდვევით პრობლემაში. ყველაფერში ღმერთს ეუბნები, მამა მომეცი. და ღმერთმა უკვე ყველაფერი მოგცა შენ. შენ ვერ იღებ. შენ არ მიდიხარ ღმერთთან და არ იღებ ამას. ამაშია საქმე. ქრისტეს შენთვის პატიება უკვე მოცემული აქვს. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს დღეს რომ გასწავლის ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი რომ ქრისტემ უკვე ყველაფერი გაპატია და არაფერი არ ქნა და ასე შემდეგ. არა. ქრისტეს შენთვის პატიება მოცემული აქვს, მაგრამ შენ ამ პატიებამდე უნდა მიხვიდე. უფალს შენთვის ძალით მოსილება მოცემული აქვს უკვე, მაგრამ შენ აქამდე უნდა მიხვიდე. იქ უნდა მიხვიდე, უნდა აიღო. ქრისტეს შენთვის ჯანმრთელობა მოცემული აქვს, შენ უნდა მიხვიდე და აიღო ეს ჯანმრთელობა. ქრისტეს შენთვის მოყვასი მოცემული აქვს, შენ უნდა მიხვიდე აიღო. ქრისტეს ყველაფერი წმინდანობაც კი მოცემული აქვს, შენთვის ღმერთი აქვს მოცემული, მამა ღმერთს შენთვის უნდა მიხვიდე და აიღო. ეს არ მოვა თავისით და არც ღმერთი არ მოგცემს. უკვე მოგცა. უბრალოდ შენ უნდა მიხვიდე და აიღო და ამაშია საქმე. ეს კიდე ცალკე სამყარო საიდუმლოა, რომელიც უნდა გააცნობიერო, რომ შენ უნდა აიღო. და თუ აღება გიჭირს, ამაშიც ღმერთი გეხმარება, რომ შენ და ღმერთი რატომ ვახსენე? ღმერთი გეხმარება, რომ ის აიღო. თუ შენ გადაწყვეტ რომ აიღო. რომ მოგიტანონ სახში კი არა კურიერმა, რომ მიხვიდე და აიღო ღმერთთან ერთად. დღეს ხდება ეს. ყველა ელოდება ღმერთი როდის მიუტანს და შემდეგ უფალზე ბრაზდება, რომ უფალო რატომ არ მომეცი, მოგცა, არ მიხვედი, არ აიღე და ფიქრობ, რომ უფალი ვერ დაგეხმარა. ბიჭო, აი, რა გინდა? ლოცვები მოგეცი, ჰაერი მოგეცი, სიცოცხლე მოგეცი, ჩემი წილი ძალა. ღმერთი გეუბნება, შვილო, ღმერთი მოგეცი, შვილო და ქრისტეში დაგისაბუთეს, რომ ადამიანი გახდა ღმერთი. გაჩვენე მაგალითი ქრისტემ გითხრა სრული ინსტრუქცია რა უნდა ქნა, ყოველთვის შენს მიმართ ხელი მაქვს გამოცდომილი, მეტი რა გინდა, მეტი რა მომეცა, რაც მე ვარ ის მოგეცი, ღმერთი მოგეცი, რაც მქონდა ყველაფერი მოგეცი, ესმის? უბრალოდ შენ არ მიდიხარ და არ იღებ, ვერაცნობიერებ ამ მექანიკას, რომ კი არ უნდა ჩაგიდო ჯიბეში და ხახაში, შენ უნდა აიღო ეს. ბნელებს ამის ფუფუნება კი არ აქვს, შენ გაქვს ამის ფუფუნება, რომ მოგეცი უკვე და არ იღებ. ამიტომ მიდი და აიღე ღმერთი შენში და მოგეცემა გარანტირებულად. ამიტომ ილოცე, ღმერთთან მიდი, აიღე უფლის მიერ უკვე მოცემული ძალები, ღმერთთან მიდი და ყველაფერი გექნება კარგად. ყველა ღმერთის ღვთიურ ძალას აიღებ, რაც უკვე მოცემული გაქვს, მაგრამ არ მიდიხარ და არ იღებ. დაგლოცოს უფალმა, დაგვლოცოს უფალმა, დაგვიფაროს, გაგვიხსნას ქონი, გული, სული, ჯანიფარი გვასხივოს უფალმა, ჩვენი სულიერი მისია შეგვასრულებინოს უპირველესად. ამინ, ამინ, ამინ.